რატომ იქცევა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი გაურკვევლად ისე, როგორც იქცევა? ჩემი თმა შეიმჩნიოთ აწეული მქონდა, დაჭიმული მქონდა და ცოტა მტკივათმა და ამიტომ ეგრე არაადეკვატურად მოხს როგორც ყოველთვის. იცი რატო იქცევა ეგრე შეუგნებლად და არაადეკვატურად? იმიტომ რომ შენ აძლევ ამის უფლებას და შანსს. იმას რომ ყოველთვის, როდესაც საკუთარ მარტოობას უცხადებ, საკუთარ ემოციებს და ამ ადამიანს უშვებ შენ ცხოვრებიდან, რატომაც ყოველთვის ებღაუჭები, ყოველთვის მიდიხარ და მაინც კომუნიკაცია გსურს ისე როგორც არასდროს, ისე როგორც არავის და არაჩენს კომუნიკაციაში მუდმივად ყოფნა მზარდი არ არის შენი ემოციებისთვის. ცხოვრება ვერ შეირგებ მასზე, ცხოვრებას უყვარს ადამიანები, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს. შენ თუ წარმოიდგენ საკუთარ ემოციებთან, რომ შენ შეგიძლია რომ ყველაფერს მიაღწიო ცხოვრება, შენ აუცილებლად შეძლებ ყველაფერს. ეს ადამიანიც ნახე, იმიტომ იქცევა ასე მუდმივად, რომ მას აქვს იმედი, რომ იცი რა, რომ მოვა შენთან აუცილებლად მიიღებ მას. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს შენს თავში გაჯერებული, რომ არ გჭირდება ის, ვინც არ გამოხატავს ემოციას შენს მიმართ. რამე თუ შენი ყველა ემოცია არის ძალიან ნამდვილი და სწორი და მაგის ძალიან манипуლაციური და არაადეკვატური. და იმიტომაც გექცევა არაადეკვატურად და გამიზნულად манипуლირებს შენით, რომ იცის რომ როცა წავა მაინც მიიღებ. ხო და მოდი ჩამოქაჩოს ცოტა, ხო? ცოტა. და მოდი ისე მოეკეცი, რომ აგრძნობინე ნებისმიერი სიტუაცია, შენს ირგვლივ როგორც ტრიალ, როგორც გინდა, ისე უნდა ტრიალებდეს თუ არა და ვიბრძანდეს. მადლობა ყურადღებისთვის.